ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს უწესებენ, საქართველოს პრეზიდენტს კი ევროპარლამენტში იწვევენ. სალომე ზურაბიშვილი ხვალ სტრასბურგში სიტყვით გამოვა. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილებით ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ პასპორტებს ფლობენ, უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ. საქართველოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, სანამ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარების წინაშე წარდგება, იქამდე დღეს დებატები გაიმართა, ისმოდა უმწვავესი განცხადებები. ევროპელი პარლამენტარები მკაცრ სანქციებს მოითხოვენ. ჩვენი კოლეგა გიორგი კიკაბიძე მოგუყვება დეტალურად რა ხდებოდა დღეს ევროპარლამენტში. ხარდაჭერა ქართველ ხალხს და მკაცრი სანქციები ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ევროდეპუტატები ამბობენ, რომ ახლა მოქმედების დროა. ეს მოქმედება კი უნდა იყოს მკაფიო და ერთსულოვანი, რადგან თვითგამოცხადებული მთავრობა მიმართავს რუსულ მეთოდებს, რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომელთაც აპატიმრებს და სასტიკად უსწორდება კიდეც. უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ტყუილად არ აქვთ ჩვენი იმედი, განაცხადეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რადგან მათივე თქმით 26 ოქტომბრის კენჭისყრა რუსული სპეცოპერაცია იყო. ამ პროცესში ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტს და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი ხვალ ვრცლად ისაუბრებს იმ რუსულ რეჟიმზე, რომელმაც ხალხს არჩევანის უფლება წაართვა, ევროპული გზიდან გადაუხვია და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკად იძალა. ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი პარტნიორებს მოუწოდებს იმოქმედონ ერთობლივად ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე. მათ ვისაც ძალადობაზე ეკისრება პასუხისმგებლობა უნდა დაისაჯოს. ხელისუფლებამ კი მიიღოს სასწრაფო ზომები, შეაჩეროს რეპრესიები, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული დემონსტრანტები და ხელახლა ჩაერთოს გაწევრიანების პროცესში. ევროპარლამენტარებმა უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა ქართველების მიმართ და მხარი დაუჭირეს მათ მოთხოვნებს ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. ევროპელი პოლიტიკოსების თქმით, საქართველოს ნათელი მაგალითი ხდება იმისა, თუ როგორ შეუძლია ოკუპანტ რუსეთს გარდაქმნას დემოკრატიული სისტემა ავტორიტარულ რეჟიმად ომის გარეშე. სწორედ ამიტომ ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ წნეხი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. მე მოვუწოდებ ევროკავშირს გამოიჩინოს ლიდერობა და არ დაუშვას პუტინისა და მისი მარიონეტების მიერ ევროპის კონტინენტზე თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება. ქართველები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან და მათ ევროპის მხარდაჭერა სჭირდებათ. თქვენს ევროდეპუტატებმა და თვითმარქვია ხელისუფლების სრული იზოლაცია მოითხოვეს. თითქმის ყველა გამომსვლელი დაეთანხმა ახალ არჩევნებს, რომელიც სამართლიან და თავისუფალ გარემოში უნდა შედგეს. ქართველი დემონსტრანტები გამოდიან სლოგანით გაიღვიძე საქართველო, მე კიდევ ვიტყოდი, გაიღვიძე ევროპა და დადექი დემონსტრანტების გვერდით. ქალბატონო კალას რას ნიშნავს, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე, რას ელოდებით, რომ სისხლი დაიხრება, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ციხეში ჩასვამენ, ისევე როგორც ეს პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში გააკეთეს. ძვირფასო კოლეგებო, დაყრუდით? არ გესმით, რას ყვირიან ყოველღამე დემონსტრანტები თბილისში. მე გეტყვით, რას ამბობენ ისინი. მათ არჩევნები მოპარეს. ახლა პარავენ თავისუფლებას, მათ ოცნებას ევროპაზე. პარტია ქართული ოცნება მხოლოდ რუსეთისკენ იხედება. დებატებისას მათ თბილისში ვიზიტიც გაიხსენეს და აღფრთოვანება ვერ დამალეს იმ თავდადებული ბრძოლის, რომლის სათავეშიც ქართველი ხალხი დგას. ევროპული დროშა ქართველებისთვის თავისუფლების დროშაა. ამბობენ საქართველოს ევროპული მომავლის რეალური გულშემატკივრები. ქართული ოცნების პარტია იქცა რუსულ კოშმარად. ამ კოშმარის ლიდერებმა მოიპარეს ხალხის ხმები არჩევნებში, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. ევროკავშირისკენ მიმავალი გზების დაბლოკვით მათ ხალხს იმედიც მოპარეს. ისინი არალეგიტიმურები არიან. ჩამოიხსნეს ნიღბები და გვაჩვენეს ნამდვილი სახე, რუსული ჩაგვრის სახე, რაც ქართველი ხალხისთვის კარგად ნაცნობია. მოსახლეობის 70% მართავს საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად ყინვაში. სტუდენტები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, მეღვინეები, რეივერები, ადვოკატები, დედები, ბებიები, ბაბუები ისინი მოითხოვენ ახალ არჩევნებს. შარშან საქართველოს მიიღო კანდიდატის სტატუსი არა მისი მთავრობის გამო, არამედ ქართველი ხალხის გამო. ისინი ჩვენ შემოგყურებენ და ქმედებებს ელიან. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ? ქართული ოცნების ლიდერთა დასანქცირებით. ყველა მათგანი მხოლოდ საკუთარ სიმდიდრეზე ზრუნავს. არჩევნების გაყალბების შემდეგ მთავრობა არბებს საკუთარ მოსახლეობას და ცდილობს ევროპული დემოკრატია ბელარუსის სტილის ავტორიტარულ რეჟიმად აქციოს კრემლის ჩრდილქვეშ. ეს არის რუსული სახელმძღვანელო წიგნი, რომელიც ძალიან ნაცნობია. ეს არის დეზინფორმაციის
ინფორმაციის მანიპულაციის, დაშინების, ძალადობის და ბოლოს წამების სახელმძღვანელოც კი. მაგრამ რაც საქართველოში ვნახე, არის ძალიან იმედის მომცემიც. ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, ყოველ დღე, ღამე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებში, სოფლებში. ქართველები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, ლურჯი დროშით, რომელზეც ოქროსფერი ვარსკვლავებია გამოსახული. ისინი რისკის წინაშე აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს ამ ლურჯი დროშისთვის. სადაც ჩვენ მივდიოდით, მოდიოდა ხალხი ამ დროშების ფრიალით. გვესალმებოდა და ამავდროულად გვეკითხებოდა, სადაა ევროპა. ქართველები ახლა იმედის თვალით შემოყურებენ. მოდით ვაჩვენოთ მათ, რომ საჭირო დროს შეგვიძლია ვიმოქმედოთ და დაუწესოთ რეალური სანქციები, ვინც რეპრესიებს ახორციელებს საკუთარ მოსახლეობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს დღეს წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებიც განიხილავდნენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი ქართული ოცნების მთავრობის მიმართ სანქციების დასაწესებლად კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მუშაობთ კონკრეტულ სანქციებზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სასტიკ ძალადობაზე და სასტიკ მიდგომაზე ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას დაიწყოს დიალოგი ეროვნულ დონეზე ყველა შესაბამის ფიგურასთან საქართველოში. შვედმა მინისტრმა კი ქართული ოცნება რეჟიმად მოიხსენია. განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მხარს სანქციებს და ყველა სხვა ზომასაც უჭერს. ნათელია, რომ რეჟიმი მუშაობს საწინააღმდეგო მიმართულებაზე. მე სრულად ვუჭერ მხარს სანქციებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება იქნეს მიღებული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ დისტანციის დაჭერა არ გვინდა ქართულ ხალხთან, არამედ რეჟიმთან, რომელმაც ახლა გადაწყვიტა, რომ არ გაჰყვეს ევროპულ ამბიციებს. მნიშვნელოვანია ევროკავშირმა აჩვენოს ერთსულოვანი მხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ, რომელიც მიიწვევს ევროკავშირის წევრობისკენ. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ კარს არა ევროკავშირი, არამედ რეჟიმი ხურავს. კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. დემოკრატია და თანამეგობრობის მმართველი საბჭოს წევრი ქვეყნები კი თვითმარქვია მთავრობას რეპრესიული ტაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. სახელმწიფოები 26 ოქტომბრის არჩევნების გამოძიების აუცილებლობაზეც ლაპარაკობენ.